بسم الله والابن والروح القدس الله الأحد أمين. تفضلت وزارة السياحة المصرية بالاتفاق مع قداسة البابا تودروس الثاني بابا الإسكندرية وبطريرك الكرازة المرقسية ورئيس الكنيسة القبطية الأرثوذكسية بمصر، وبالاتفاق أيضا مع البابا فرانسيس بابا الفاتيكان بأن جعلت الأماكن التي زارتها وتوقفت فيها العائلة المقدسة أثناء رحلتها الشاقة في الهروب إلى مصر جعلتها أماكن زيارة وتبرك للسياح الأجانب لتنشيط السياحة الدينية في مصر داخليا وخارجيا. رأينا نحن من جانبنا أن نساهم في هذا المشروع القومي العظيم، فقمنا بعمل هذا الفيلم التسجيلي المبارك عن الأماكن المحطات التي توقفت فيها العائلة المقدسة لالتقاط الأنفاس وبركتها من شرق أرض مصر إلى غربها ومن شمالها إلى جنوبها، لكي يشاهده السائح للتعرف على تلك الأماكن وتاريخها القديم والحديث. نرجو أن يكون هذا الفيلم سبب بركة ومعرفة تاريخية وروحية لكل من يشاهده، بشفاعة من العذراء القديسة الطاهرة مريم والقديس يوسف النجار وصلوات أبينا الطوباوي البابا المكرم الأنبا تودروس الثاني، ولإلهنا المبارك العظيم كل مجد وكرامة من الآن وإلى الأبد آمين. პირველი სადგური ბეთლემი. გაქცევის მოგზაურობა ეგვიპტეში ბეთლემიდან დაიწყო. ეს იყო პირველი სადგური და გამგზავრების წერტილი. ბეთლემი პატარა სოფელი იყო, რომელიც იერუსალიმის სამხრეთით დაახლოებით 6 მილის მანძილზე მდებარეობდა. ეს არის წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის მშობლიური ადგილი, ასევე ჩვენი მაცხოვრის, ღვთისმშობლის ღმერთის, იესო ქრისტეს დაბადების ადგილი, რომელმაც ჩვენთვის ხსნა მოიტანა. ბეთლემში მდებარეობს ქველინას საფლავი და იქ დღემდე დგას შობის ტაძარი, სადაც იშვე ჩვენი უფალი იესო ქრისტე. მეორე სადგური სინაის უდაბნო. წმინდა ოჯახი ეგვიპტეს ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარს მიადგა, ჯერ ეგვიპტურ რაფახს, შემდეგ შეიხ ზუეითს, შემდეგ არიშს, შემდეგ კიბელუზიუმს, ან ბელუზას, რომელსაც ახლა ელფერმას უწოდებენ და რომელიც პორტ-საიდთან ახლოს მდებარეობს. ეს სადგურები ყველა სინაის ეგვიპტურ უდაბნოშია და ახლოს არის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან. პირველი სამი სადგურის ადგილზე არ დარჩენილა აშკარა არქეოლოგიური კვალები, თუმცა ამ ადგილებში იზრდება მცენარე, რომელსაც მარმარია ეწოდება. სავარაუდოდ მისი თავდაპირველი სახელწოდებაა მარინია, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის სახელზე, რომელიც შესაძლოა სწორედ ამ მცენარით დაეწყურებინა მაცხოვრის დაბადებამდე, როცა ისინი ამ ადგილებში გადიოდნენ. ეს მცენარე ჰგავს მწვანე ჩაის ხარშავენ წყალში და უმატებენ შაქარს, გამოდის გემრიელი და სასარგებლო სასმელი. რაც შეეხება ელფერმას, რომელიც ხმელთაშუა ზღვისგან 3 კილომეტრით სიღრმეში, სინაის შიგნით მდებარეობს, მის მახლობლად არის ადგილი, რომელსაც თელ ელფერმა ჰქვია. იქ აღმოჩენილია ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები და ანტიკური სვეტების ნაშთები. ასევე არსებობს ნაშთები ყოვლად წმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა ესიდორე ფერმელის მონასტრის, რომელსაც თელ ელკანაისი ეკლესიების გორაკი უწოდებენ. წმინდა ოჯახის სინაიში შესვლა ეგვიპტის საზღვარზე მოხდა 24 ბაშანს, რაც პირველი ივნისის ტოლფასია. კოპტურმა ეკლესიამ ეს დღე უფლის ეგვიპტეში შემოსვლის დღედ შერაცხა და დღემდე ყოველწლიურად აღნიშნავს, როგორც ერთ-ერთ მცირე უფლის დღესასწაულს.
მესამე სადგური თელბასტა. წმინდა ოჯახი მიადგა თელბასტას ქალაქს, რომელიც დღეს არქეოლოგიური ძეგლია და მდებარეობს ეგვიპტის აღმოსავლეთ პროვინციის დედაქალაქ ზაყაზიკის შემოგარენში. ამ ქალაქს უწოდებდნენ ღმერთების ქალაქს, რადგან იგი სავსე იყო კერპთაყვანის მცემლური ტაძრებით. როდესაც წმინდა ოჯახი შევიდა ქალაქში, კერპები დაეცა და დაიმსხვრა. ხალხს შეეშინდა ამ უცნაური მოვლენების, რაც პირდაპირ შეესაბამება ესაიას წინასწარმეტყველებას. შეძრწუნდებიან ეგვიპტის კერპები მის წინაშე და ეგვიპტის გული დადნება მის გულში. ესაია 19:1. როცა მოსახლეობამ გაიგო, რომ ეს მოვლენები მოხდა წმინდა ოჯახის ქალაქში შესვლის გამო, მათ ოჯახი განდევნეს და პატივით არ მიიღეს. თუმცა უფალმა იესო ქრისტემ ქალაქის დატოვებამდე წყაროს დაარტყა მიწას და ბჯარი აღმოაჩინა, რათა თვითონ მისი დედა და იოსები დაეცვათ წყურვილისგან. ეს იყო პირველი წყარო, რომელიც მაცხოვარმა თავისი ყოფნისას ეგვიპტეში დაარტყა. ისტორიული წყაროების მიხედვით, მთლიანობაში 18 ასეთი წყარო გაჩნდა, რომელთაგან ზოგიერთი დღემდე არსებობს. მეოთხე სადგური მასთურდი. მასთურდი დღეს მდებარეობს დიდი კაიროს შემოგარენში და ეკუთვნის ელქალიუბიის გუბერნიას. მისი ეკლესია კი შუბრა ელ-ხეიმას ეპარქიას განეკუთვნება. წმინდა ოჯახმა მოინახულა მასთურდის მხარე, სადაც უფალმა იესო ქრისტემ წყარო აღმოაცენა და ყველა მიმწყაროდან დალია. სწორედ აქ ბანავა ყოვლად წმინდა ღვთისმშობელმა თავისი ღვთაებრივი ჩვილი და ამ მიზეზით ეს ადგილი ბანაობის ადგილად მაჰამა იწოდება. წყაროს წყლით დაიბანა მათმა ტანსაცმელმაც. მასთურდში დღესაც დგას ძველი ეკლესია, რომელსაც მრავალი მორწმუნე სტუმრობს, განსაკუთრებით ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მარხვის პერიოდში. მეხუთე სადგური ბელბეისი. მასთურდიდან წმინდა ოჯახი გაემართა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ბელბეისის ქალაქისკენ, რომელიც დღეს შარქიის გუბერნიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულია. იქ ისინი დაისვენეს ხის ჩრდილში, რომელიც შემდგომში მარიამის ხის სახელით გახდა ცნობილი. ბელბეისში დღემდე დგას ძველი ეკლესია, რომელიც ამ წმინდა მოგზაურობას უკავშირდება. მეექვსე სადგური სამანუდი. სამანუდი დღეს დასავლეთ გუბერნიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულია. იქ მდებარეობს ძველი ეკლესია, რომელიც ყოვლად წმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა მოწამე აბანობ ნიჰისელის სახელს ატარებს და მახლეს ეპარქიას ეკუთვნის. ეს ეკლესია ძველი და ისტორიულია. ბელბეისიდან წმინდა ოჯახი გაემართა ჩრდილოეთისკენ და მივიდა სამანუდში, სადაც დიდი სიხარულით მიიღეს ისინი, რადგან უფალმა იესომ მკვდარი აღადგინა და ქალაქის მკვიდრნი აღფრთოვანდნენ ამ სასწაულით. წმინდა ოჯახმა გარკვეული პერიოდი დაჰყო სამანუდში. ერთ-ერთმა ქალმა ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს მისცა ქვის ცომის თასი, რომელშიც მან გააზავა ცომი ოჯახისათვის პურის მოსამზადებლად. ეს ქვის თასი დღემდე ინახება ეკლესიის ეზოში მინის საფარით დაფარული. ასევე ეკლესიის ეზოში მდებარეობს ჭა, რომლის წყალით წმინდა ოჯახმა სვა. დღეს მორწმუნეები ჭის წყალს აღნიშნულ ქვის თასში ასხამენ და კურთხევისთვის იყენებენ. მეშვიდე სადგური სახა. სახა დღეს კაფრე-შეიხის გუბერნიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულია, ახლოს მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან.
სამანუდიდან წმინდა ოჯახი გაიმართა სახას მიმართულებით. ქალაქის კოპტური სახელი იყო ბიხა იესოს, რაც ნიშნავს იესოს ფეხისგული და შემოკლებით მას სახა ეწოდა. ამ ადგილას უფალმა იესომ დადგა ფეხი ქვასა და მისი მარჯვენა ფეხის ნაკვალევი ჩაბეჭდილია ქვის ნაგრეჯზე. ეს ქვა დღემდე დაცულია ეკლესიაში მინის ვიტრინაში, რომელზეც წარწერაა „ღმერთი ერთია“. ასევე ამ ადგილას აღმოცენდა წყაროს ჭა, რათა წმინდა ოჯახს წყალი ჰქონოდა. აქ აშენდა ბერების მონასტერი, სახელად მონასტერი მაღდასის. იგი არსებობდა მე-13 საუკუნემდე, ხოლო მისი განადგურების შემდეგ მის ადგილზე აშენდა დღევანდელი ეკლესია. მერვე სადგური, ვადი ნატრონი. ქალაქს სახადან წმინდა ოჯახმა გადაკვეთა ნილოსის რაშიდის შტო და მიემართა დელტის დასავლეთით მდებარე ვადი ნატრონისკენ. ვადი ნატრონი წარმოადგენს გრძელ და ვიწრო ველზე განლაგებულ ოაზისს ეგვიპტის დასავლეთ უდაბნოში, ბეჰეირას გუბერნიაში. მისი სიგრძე დაახლოებით 60 კმია, სიგანე კი 12 კმ. ფარაონების პერიოდში მას ეწოდებოდა სეხტი ჰამამ, რაც ნიშნავს მარილის ველი, რადგან აქ მრავალი მლაშე ტბაა, საიდანაც ფარაონები იღებდნენ ნატრონს, მარილს, რომელიც აუცილებელი იყო მუმიფიცირების პროცესისთვის. როდესაც წმინდა ოჯახი ამ მშრალ უდაბნოში მივიდა, ისინი მოიწყურნენ. უფალმა იესომ დააბადა ტკბილი წყაროს წყალი, საიდანაც დალიეს და დაისვენეს. ეს წყარო დღემდე იფრქვევა და ცნობილია როგორც ღვთისმშობლის წყარო. მოგვიანებით მას უწოდეს აინ ელ-ჰამრა, წითელი წყარო, რადგან მის მახლობლად გაჩნდა სოფელი, სახელად ალ-ჰამრა, რომელიც სრულად ამ წყაროზეა დამოკიდებული. წყაროს უხვიდინების გამო, მის გარშემო მარილიან მიწაზე წარმოიქმნა მლაშე ტბა, რომელიც ფარავს ასობით ფედანის, ეგვიპტური მიწის ერთეული, ტერიტორიას. ამ წყლებს ხალხი იყენებს ისეთი რთული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ფსორიაზი. წმინდა ოჯახის კურთხევის სიმბოლოდ, რომელმაც ვადი ნატრონი მოინახულა. მონაზნობა ამ ადგილას დაიწყო დაახლოებით 330 წელს წმინდა მაკარიოს დიდის მიერ, რომელიც მენოფიის ერთ-ერთი სოფლიდან მოვიდა. ვადის ახლოს და დასახლდა ვადის დასავლეთ ბოლოს მდებარე მღვიმეში, სადაც ახლა ბარამოსის მონასტერია. პირველი, ვინც აღიკვეცა და მოსწავლე გახდა წმინდა მაკარიოსის, იყო რომაელი ძმები, მაქსიმოსი და დომადიოსი, რომის მეფის შვილები. ისინი მალევე გარდაიცვალნენ, ხოლო მონასტერი მათი სახელით დაარსდა და ეწოდა ბარამოსი, რაც ნიშნავს რომაელების მონასტერს. როდესაც ბერების რაოდენობა გაიზარდა ამ მონასტერში, ანბა მაკარიოსმა მონასტერი დატოვა და მასზე ზრუნვა თავის რამდენიმე მოწაფეს გადააბარა, მათ შორის ანბა ისიდორეს და ანბა პაფნუტიოს. თვითონ კი გადავიდა ვადის აღმოსავლეთ ნაწილში და დააარსა ახალი მონასტერი, რომელსაც ანბა მაკარიოსის ანბა მაკარის მონასტერი ეწოდა.
ანბა მაკარის მონასტერი განსაკუთრებით ცნობილია შუა საუკუნეებში და იქიდან გამოვიდა 15-ზე მეტი პატრიარქი კოპტურ ეკლესიაში, ხოლო ბარამოსის მონასტერი დიდი და სახელგანთქმულია, სადაც და საუკუნეებში მრავალი დიდი პატრიარქი დაიბადა და მოღვაწეობდა. ბარამოსის და ანბა მაკარის მონასტრებს შორის შუა გზაზე განვითარდა ორი დიდი მონასტერი, წმინდა ანბა პიშოს მონასტერი და სირიული ქალწულის მონასტერი. ისინი მდებარეობს ახლოს რესტ ჰაუსის დასვენების ადგილისთან, ქაიროსა და ალექსანდრიის უდაბნოს გზაზე. ანბა პიშოს მონასტერი დაარსდა საუკუნეში წმინდა ანბა პიშოს მიერ. თანამედროვე პერიოდში ის ცნობილი გახდა იმიტომ, რომ პატრიარქმა შენუდაბმა აქ განაახლა დიდი საპატრიარქო სასახლე, სადაც კვირაში 3 დღეს ხვდებოდა სულიერ სიმშვიდესა და დასვენებას. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ 2012 წლის 17 მარტს მისი საფლავი მონასტერში მოინახულა, რომელიც მოგვიანებით იქცა მუზეუმად და ცნობილი სამლოცველო ადგილია. ამის შემდეგ წმინდა პატრიარქი თეოდოროს წმინდა ანბა პიშოს მონასტრიდან მოვიდა და ისარგებლა იმავე საპატრიარქო კომპლექსით. მან დაამატა ბევრი შენობა და ეკლესია, გააუმჯობესა და გააფართოვა ის. პატრიარქი აქ რამდენიმე დღეს ატარებს ლოცვა-კურთხევასა და დასვენებაზე, ხოლო დღესასწაულებისა და კონფერენციების დროს ღმერთმა დიდხანს შეუნარჩუნა სიცოცხლე ეკლესიასა და მონასტერს. რაც შეეხება სირიულ ქალწულის მონასტერს, ის მწვანე კედლით გამოყოფილია წმინდა ანბა პიშოს მონასტრისგან და იქვე მდებარეობს. ეს მონასტერი საუკუნეში აშენდა იმ მღვიმისიზე, სადაც ანბა პიშო ლოცულობდა თავის მონასტერთან ახლოს. ეს მღვიმე დღემდე არსებობს და ეს მონასტერი ემიჯნება სირიული დიდი ეკლესიას. მონასტერი დაარსდა ღვთისმშობელი მარიამის, ღვთისდედის სახელზე და ეს ერთ-ერთია თეოტოკოსის მონასტრებს შორის, რომლებიც დაარსდნენ ეფესოს კრების 431 წ. შემდეგ, რათა დაემტკიცებინათ თეოტოკოსის დოგმატი. დაარსდა სირიულ ქალწულის მონასტრის სახელი იმიტომ, რომ საუკუნეში სირიული მართლმადიდებელი სომხური ეკლესიის მონაზვნები მოვიდნენ და ცოტა ხნით აქ დაჰყო, რის გამოც მონასტერი გაითქვა მათი სახელით და მიიღო სახელწოდება სირიული ქალწულის მონასტერი. შეიძლება ვთქვათ, რომ ვადის ნატრონის ტერიტორიაზე მდებარე მაკარიოსის სკიტი, პატარა მონასტერი იყო მაღალი დონის მონასტრული სკოლა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მონაზვნები მოდიოდნენ, რათა გაეცნონ რელიგიურ ცხოვრებას და სწავლობდნენ მოწაფეებს. ისინი ცხოვრობდნენ მონასტრებში, რომლებიც ახლოს იყვნენ კოპტური მონასტრების გვერდით, მათ შორის იყო სირიული მონასტერი, ჰაბაში, სომხური და ნუბიური მონასტრები. სირიული მონასტერი განსაკუთრებით იყო ცნობილი თავისი მრავალრიცხოვანი მეცხრე ცხოვრების მონაზვნებით და მეცნიერთა რაოდენობით. ასევე გამოირჩეოდა თავისი დიდი ბიბლიოთეკით, რომელიც შეიცავს მანუსკრიპტებს, გამოცემებს და ენციკლოპედიურ მასალებს მრავალი ენის, მათ შორის დასავლური, კოპტური, ბერძნული, სირიული, ჰაბეშური, ინგლისური, ფრანგული და სხვა ენების მრავალფეროვნებით. მოწინავე ეპოქაში ამ მონასტრიდან გამოვიდნენ დიდებული რელიგიური მოღვაწეები, მათ შორის წმინდა პაპა შნუდა, რომელმაც თავისი დიდი ცოდნითა და სულიერი მოღვაწეობით განამტკიცა კოპტური ეკლესიის სახელის მაღალი რეპუტაცია მთელ მსოფლიოში. მონასტრიდან ასევე გამოჩნდნენ მრავალი ცნობილი მიტროპოლიტი და ეპისკოპოსი, რომლებიც გამოირჩეოდნენ ცოდნითა და სიწმინდით.
მეცხრე სადგური, ალმა-ტარიასა და აინ-შამსის მხარე წმინდა ოჯახი ვადი ალ-ნატრუნიდან გაემართა ალმა-ტარიასა და აინ-შამსის მხარეში. აინ-შამსი უძველესი რაიონია, რომელიც ფარაონების ხანაში ცნობილი იყო როგორც ქალაქი ონი. აქ არსებობდა ცნობილი უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდნენ ძველი ეგვიპტელი მღვდლები და მეფეთა შვილები. იოსებმა, მართალმა იოსებმა, იქ დაქორწინდა ასნათზე ონის მღვდლის ასულზე დაბადება 41-45 ეს ყველაფერი მოხდა ფარაონის თანხმობით, სანამ ის მთელ ეგვიპტეს მიანდობდა მის მმართველობას. ეს იყო მზის ქალაქი, რაც მოხსენიებულია წინასწარმეტყველი ესაიას სიტყვებში, ესაია 19:18, ხოლო ბერძნებმა ეგვიპტის დაპყრობისას მას უწოდეს ჰელიოპოლისი, რაც ნიშნავს მზის ქალაქი. წმინდა ოჯახი ჩავიდა მატარიაში, რომელიც აინ-შამსის სიახლოვეს მდებარეობს. უფალმა ამ ადგილას წყაროს წყალი გააჩინა, საიდანაც მათ დალიეს. ქალწულმა მარიამმა მასში იესოს ტანსაცმელი გარეცხა და წყალი მიწაზე დაასხა. ამ ადგილას ამოვიდა არომატული მცენარე, რომელიც ბალზამი ან ბალსამი ჰქვია. დღემდე არსებობს ქუჩა, რომელსაც ბალზამის ქუჩა ეწოდება. წმინდა ოჯახმა ჩრდილი მოიარა დიდხესთან, რომელიც დღემდე ცნობილია როგორც მარიამის ხე. მისი ნარჩენები ახლაც იმავე ადგილას მდებარეობს. მის გვერდით იგივე ჯიშის სხვა ხეებიც დაირგო, რომლებიც კვლავაც მწვანეა. გარშემო აშენებულია დიდი გალავანი, რომელიც ხესა და წყაროს მოიცავს, და ეს ადგილი დღეს მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ეს ადგილი მოინახულა საფრანგეთის დედოფალმა ეჟენმა, როცა ეგვიპტეში ჩამოვიდა სუეცის არხის გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად. ასევე ფრანგი ჯარისკაცებიც ესტუმნენ მას საფრანგეთის ექსპედიციის დროს. წყაროს წყლით კურთხევა მიიღეს, ზოგიერთები განიკურნენ თავიანთი სენიდან და თავიანთი სახელები და მადლობის სიტყვები ხეზე ამოტვიფრეს. მეათე სადგური, ზეიტუნი მატარიადან წმინდა ოჯახი ზეიტუნის რაიონისკენ გაემართა, სადაც ცოტა ხნით გაჩერდა. 20 საუკუნის შემდეგ ღვთისმშობელი გამოეცხადა ზეიტუნის რაიონში მდებარე ტომამბეის ქუჩაზე არსებულ ეკლესიაში 1968 წლის 2 აპრილს. მისი გამოჩენა გაგრძელდა თითქმის 1 წლის განმავლობაში და მას ათასობით ადამიანი შეესწრო, ყველა რელიგიისა და ეროვნების წარმომადგენლები. ეს ეკლესია დღემდე წარმოადგენს მსოფლიოდ ცნობილ საკულტო ადგილს. კოპტური ეკლესია 2018 წელს დიდებულად აღნიშნა ამ უდიდესი გამოცხადების 50 წლის იუბილე, იმად ღირსეულად, ვინც გამოეცხადა, ღვთისმშობელი მარიამი, ღმერთის მშობელი. მე-11 სადგური, ზუეილას უბანი წმინდა ოჯახი ზუეილას უბანში მივიდა და წყალი დალია იქ მდებარე ჭიდან.
მეოთხე საუკუნეში ღმერთმა უხილავად მიანიშნა ერთ მდიდარ კოპტს, სახელად ჰაკიმ ზილონს, ამ ადგილას, ჯის ირგვლივ ეკლესიის აშენება. რაც შეეხება ზუილას სახელს, როდესაც ჯაჰერა საკალი კაიროს დაარსებდა, მასთან ერთად მაროკოდან ჩამოვიდნენ ზუილას ტომის წევრები და დასახლდნენ ამ რაიონში, რის შედეგადაც უბანი მათ სახელს ატარებს. ეკლესია კი რკინის გამხსნელი ყოლა წმინდა ღვთისმშობლის სახელით არის ცნობილი იმ სასწაულის გამო, როდესაც მოციქულთა ერთ-ერთი, წმინდა მათია, პატიმრობაში იმყოფებოდა მცირე აზიაში და ღვთისმშობლის ლოცვით საქმის კარები და მცველების იარაღები გადნობილა, ხოლო თავად წმინდა მათია დაიხსნა. ამ სასწაულის მოსაგონებლად ყოველი წლის 28 ივნისს 21 ბაუნეს თვეში ეკლესიაში აღინიშნება დღესასწაული და ტარდება სპეციალური ლიტურგია. ეს ეკლესია საუკუნის უძველესი საეკლესიო ძეგლია და დაახლოებით 360 წლის განმავლობაში ის 23 კოპტური პატრიარქის რეზიდენციას წარმოადგენდა. ეკლესიის მახლობლად მდებარეობს ორი მონასტერი მონაზვნებისთვის, ერთი ღვთისმშობლის სახელობის და მეორე მოწამე წმინდა გიორგის სახელობის. მონაზვნები ამ მონასტრებში მარიამ ღვთისმშობლის კვალდაკვალ ცხოვრობენ, რომელმაც ამ ადგილს კურთხევა მიანიჭა. მათ მიუძღვნეს თავიანთი გული ქრისტეს და სხეული სიწმინდეს, ასკეტურად ცხოვრობენ, ლოცვასა და ღმერთთან სიახლოვეში, ღვთისმშობლის მიბაძვით, რომელმაც ეს ადგილი აკურთხა. მე-12 სადგური, ღვთისმშობლის ალბაუიას ეკლესია წმინდა ოჯახმა ზუილას უბანი დატოვა და ძველი კაიროსკენ გაემართა, რომელიც მაშინ პირდაპირ ნილოსის ნაპირზე იყო განლაგებული. გზად ოჯახმა ალაზბეკიის რაიონი გაიარა, ადგილი, სადაც მოგვიანებით საუკუნეში აშენდა წმინდა მარკოზის დიდი ეკლესია და პატრიარქის რეზიდენცია, რომელიც დაახლოებით 150 წლის განმავლობაში 9 კოპტური პატრიარქის საცხოვრებელი გახდა. ყველაფერი ეს იმ მადლმოსილი ვიზიტის წყალობით, რაც ამ ადგილს წმინდა ოჯახმა მიანიჭა. წმინდა მარკოზის ეკლესიის გვერდით მდებარეობს ღვთისმშობლის ალაზბაუიას სახელობის ეკლესია. მას ალაზბაუია ეწოდა, რადგან ის მდებარეობს მცირე ვიწრო შესახვევში, სახელად ატფეთ ალაზბა, რომელიც უფრო დიდი ქუჩიდან, ჰარეთ ალგენინადან წარმოიქმნება. სახელები გენინა და აცბა პარკი და სოფელი ადასტურებენ, რომ ამ დროს ეს ტერიტორია სოფლის მეურნეობისთვის იყო განკუთვნილი, ნაყოფიერი ხილის ბაღებითა და მდიდარი გლეხის ნაკვეთით. ალაზბაუიას შენობის შესასვლელში მდებარეობს ჭა, საიდანაც, თქმულებით, წმინდა ოჯახმა წყალი დაალია. ჭაზე დამაგრებულია მარმარილოს დაფა წარწერით, ღვთისმშობლის მარიამის ჭა. ადგილი მთლიანად იმ მარშრუტზე მდებარეობს, რომლითაც წმინდა ოჯახი მატარიადან ძველ კაირომდე გადაადგილდა. აქ მოხდა ერთი დიდი სასწაული, როდესაც წმინდა ოჯახი ამ ადგილას მივიდა, მან პატარა მინდორში ბაღი და სოფელი, აცბა და გენინა, დაინახა და იქ მყოფ გლეხს წააწლდა, რომელიც ბაღში საზამთროს თესლს რგავდა. გლეხმა მათ გულთბილად უმასპინძლა და წყალი დაალევინა იმავე ჭიდან. როდესაც დაისვენეს, ღვთისმშობელმა მარიამმა უთხრა გლეხს: იცოდე, კეთილო კაცო, რომ ჩვენი იუდეის მეფე ჰეროდესგან ვიმალებით, რადგან მას სურს ამ უდანაშაულო ბავშვის მოკვლა.
მან უთხრა მას იესო ქრისტეზე, ღვთისხორცშესხმაზე, კაცის გული დათბა ღვთისმშობლის სიტყვებითა და ბავშვის უმანკოებით. შემდეგ ღვთისმშობელმა უთხრა, ჩემი ძე იესოს ძალით შენს მინდორში სასწაული მოხდება. ხვალ ამას თავად ნახავ და იცოდე, რომ ხვალ შენთან მოვლენ ჰეროდეს კაცი, რომლებიც მოგკითხავენ ჩვენზე და მოგახსენებენ ჩვენ გარეგნობას, მოხუცი კაცი, ახალგაზრდა ქალი, პატარა ბავშვი და ვირით მგზავრობა. უთხარი მათ, რომ ეს ოჯახი აქ ჩემს თესვაში ყოფნისას მოვიდა. წმინდა ოჯახი შემდეგ ძველ კაიროში წავიდა და იმ მცოხრეში დაიმალა, რომელიც დღეს აბუ-სერგას ეკლესიაშია. გლეხი მშვიდობით დაემშვიდობა მათ და სახლში დაბრუნდა. მეორე დღეს მინდორში დაბრუნებული გლეხი გაოცდა. თესლი, რომელიც წინა დღეს ჩაყარა, სრულად იყო ამოსული და დიდი, ლამაზი საზამთროებით იყო მოფენილი. ღვთისმშობლის სიტყვა აუსრულდა, სასწაული მოხდა. ცოტა ხანში ჰეროდეს კაცი მივიდა და იმ ოჯახზე ჰკითხა, რომელიც მათ დაახასიათეს. გლეხმა, როგორც ღვთისმშობელმა დაარიგა, უპასუხა. ასეთი ოჯახი მაშინ მოვიდა, როცა თესლს ვყრიდა. მე-13 სადგური, აბუ-სერგას ეკლესია, ძველი კაირო წმინდა ოჯახი ძველ კაიროში მივიდა და დაისვენა მიწისქვეშა მღვიმეში, რომელიც მდებარეობდა ძველი საბრძოლო ციხესიმაგრის, ბაბილონის ციხის გვერდით. ოჯახი ამ მღვიმეში 3 თვის განმავლობაში დარჩა. მოგვიანებით ეს მღვიმე პატარა ეკლესიად გადაიქცა, ხოლო მის ზემოთ აშენდა დიდი ეკლესია წმინდა მოწამეების სერგისა და ვახოსის სახელზე, რომელიც ცნობილია აბუ-სერგას სახელწოდებით. ეს ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სალოცავია, რომელსაც მთელი მსოფლიოდან მომლოცველები ეწვევიან, რათა დალოცონ ადგილი, სადაც წმინდა ოჯახმა გარკვეული დრო დაჰყო. ეკლესიაში მდებარეობს ძველი ჭა, საიდანაც წმინდა ოჯახმა წყალი დალია. ასევე არის ღრმა ნათლობის აუზი, რომელიც ფატიმიდური ხალიფის, ალ-ჰაკიმ ბიამრილაჰის ეპოქიდან მოდის. მან კოპტებს აუკრძალა ნათლისღების დღესასწაულის აღნიშვნა ნილოსის ნაპირზე, რაც მათზე განხორციელებული დევნის ნაწილი იყო. შედეგად ეკლესიებმა იძულებით დაიწყეს ეკლესიის შესასვლელებთან ღრმა აუზების გათხრა და მათი წყლით შევსება ნათლისღების დღესასწაულზე. ამ წირვისას ლექანის ლოცვა იკითხებოდა და ახალგაზრდა კაცები ტანსაცმლით ჩადიოდნენ წყალში კურთხევის მისაღებად ამ ბედნიერ დღესასწაულზე. აბუ-სერგას ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა, რომელიც ეგვიპტეშია აშენებული. მის გვერდით მდებარეობს მისთანავე უძველესი ეკლესია, დაკიდებული ეკლესია ალკანისა ალ-მუალაკა, რომელიც აშენებულია ძველი რომაული ციხესიმაგრის 2 კოშკის სახურავზე და რომელიც ღვთისმშობლის სახელზეა აგებული. ამ ორ ეკლესიას შორის მდებარეობს კოპტური მუზეუმი, რომელიც დააარსა სემიკა ბაშამ, კოპტთა ერთ-ერთმა მდიდარმა და მემკვიდრეობის მოყვარულმა.
დღეს მუზეუმი ეგვიპტის ძეგლთა სამინისტროს ეკუთვნის. აბუ სერგას ეკლესია ყოველწლიურად ზეიმობს იესო ქრისტეს ეგვიპტეში შემოსვლის დღეს. 24 ბაშანსი კოპტური კალენდრის შესაბამისად, რაც გრიგორიანული კალენდრით პირველი მისემთხვევა. სასურველია, რომ ეს თარიღი მომავალში ეგვიპტის ეროვნული დღესასწაული გახდეს და მთელმა ეგვიპტემ ყოველწლიურად აღნიშნოს იგი. მე-14 სადგური, ღვთისმშობლის ეკლესია, ელ-მაადის რაიონი, წმინდა ოჯახი ეგვიპტის სამხრეთისკენ მიმავალ გზაზე ნილოსის ნაპირზე მდებარე ელ-მაადში ჩავიდა. მოგვიანებით, ამ წმინდა ადგილას აშენდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც ეწოდა ალა-დაუია, გადასვლის ადგილს ნიშნავდა, რადგან ამ წერტილიდან გადაკვეთეს წმინდა ოჯახმა ნილოსი ნავით და გაემართნენ ეგვიპტის სამხრეთისკენ, ზემო ეგვიპტეში. სწორედ ამ მოვლენიდან მომდინარეობს თავად რაიონის სახელიც, ელ-მაადი, გადასვლის ადგილი. რადგან თავდაპირველად ეს ადგილი კაიროსგან მოშორებით მდებარეობდა, იქ დაარსდა მონასტერი და ალა-დაუია, ღვთისმშობლის მონასტერი. თუმცა როდესაც ელ-მაადი ქალაქის განუყოფელ ნაწილად იქცა და გარშემო ურბანული ხმაური გამრავლდა, ადგილი მონასტრული ცხოვრებისთვის უარგისი გახდა, განდეგილთა და სიჩუმის მოყვარული ბერებისთვის, რის გამოც მონასტერი გადაიქცა ეკლესიად, რომელიც ადგილობრივ მრევლს ემსახურება. წმინდა ოჯახმა რამდენიმე დღე დაჰყო ამ ადგილას, სანამ მოახერხა ნავის დაქირავება ზემო ეგვიპტეში გამგზავრებისთვის. დღესაც კი ეკლესიის ეზოში მდებარეობს გასასვლელი კიბე, რომელიც წყლის დონემდე ჩადის თქმულების თანახმად, სწორედ ამ კიბით ჩავიდა ოჯახი ნავში. განსაცვიფრებელი მოვლენა მოხდა 1976 წლის 12 მარტს. ამ დღეს, როცა მორწმუნეები ღვთისმსახურებიდან გამოვიდნენ, მათ ნილოსზე მოცურავე უზარმაზარი ბიბლია დაინახეს, რომელიც ეკლესიის მიმართულებით მოემართებოდა. ბიბლია გაჩერდა სწორედ იმ ისტორიული კიბის წინ, საიდანაც წმინდა ოჯახმა ნავი აიღო. მორწმუნეებმა ბიბლია წყლიდან ამოიყვანეს და ნახეს, რომ იგი ღია იყო ესაიას წიგნის მე-19 თავზე, სადაც წერია: აჰა, უფალი მიემართება ეგვიპტეს სწრაფი ღრუბლით და კურთხეულ არსერი ჩემი, ეგვიპტე. ეს ბიბლია დღემდე ინახება ეკლესიის შიგნით, მინის ვიტრინაში გამოფენილი იმავე მდგომარეობაში, ღია ესაიას 19 თავზე. ეს წმინდა მოვლენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წმინდა ოჯახმა ნამდვილად გაიარა ამ ადგილას. სადგური მე-15, დეირ-ალ-გარნუსის სოფელი. დეირ-ალ-გარნუსის სოფელი მდებარეობს ეგვიპტეში, მინიას გუბერნიაში, მაგაგის ადმინისტრაციულ ცენტრს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე. იგი ქალაქ მაგაგიდან დაახლოებით 20 კილომეტრით დასავლეთითაა დაშორებული. სოფლის ყველა მცხოვრები ქრისტიანია, ხოლო იქ მდებარეობს უძველესი კოპტური ეკლესია, რომელიც მე-19 საუკუნით თარიღდება. ამ ეკლესიის შიგნითაა ღრმაჭა, რომლის წყალი, გადმოცემის მიხედვით, წმინდა ოჯახმა დალია სოფელში ყოფნის დროს. სტანცია მე-16,
ელბაჰნასა ეს არის დიდი სოფელი, რომელიც ეკუთვნის ბანი-მაზარის რაიონს, მინიას გუბერნიაში. ის მდებარეობს ბანი-მაზარის ქალაქიდან დაახლოებით 17 კილომეტრის დასავლეთის უდაბნოს კიდეზე, იუსუფის არხის მახლობლად. სოფლის ყველა მცხოვრები მუსლიმია. ძველად კი ეს იყო დიდი ქრისტიანული ეპარქია, სადაც მრავალი მონასტერი იყო როგორც ბერებისთვის, ასევე მონაზვნებისთვის. აგრეთვე აქ ბევრი ეკლესიაც არსებობდა. ამჟამად სოფელში მეჩეთის გალავნის შიგნით ორი დიდი ხეა, რომელთაგან ერთზე აწერია მარიამის ხე. ეს ის ადგილთაგანია, რომელიც წმინდა ოჯახმა მოილოცა. სტანცია მე-15. ღვთისმშობლის მონასტერი თორის მთაზე. სამალაუტი თორის მთის მონასტერი მდებარეობს ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე, სამალაუტის ქალაქის პირდაპირ და მას რამდენიმე სახელით იცნობენ. თორის მთის მონასტერი. ეს სახელი მიიღო იმ უცნაური ფრინველების გამო, რომლებიც ზამთრის სეზონზე მოფრინავდნენ ამ ადგილას და თბილი კლიმატის გამო გარკვეული ხნით ბუდობდნენ იქ. ბაკრას მონასტერი. მთის კიდეზე იყო დამაგრებული ბაკრა, დასატრიალებელი ძელი, ვინც მონასტერში ასვლას ცდილობდა, ნილოსით ნავით მიდიოდა და იქედან ამ ბაკრის საშუალებით ხის ყუთში სვამდნენ და ზემოთ ადიდებდნენ. ამავე ბაკრას წყლის ამოსაღებადაც იყენებდნენ, რადგან მონასტერი უშუალოდ ნილოსის ზემოთ მდებარეობს. თითის მონასტერი დაირელკაპ მემეროს თანახმად, როდესაც წმინდა ოჯახი ნავით ნილოსზე გადადიოდა ამ ადგილთან, უზარმაზარი ლოდი მთიდან მოგორდა და უნდა დაცემულიყო ნავზე. მაშინ ყრმა იესო ხელი გაიშვირა ლოდისკენ და შეაჩერა ის, რის შედეგადაც მისი ხელისყულის ანაბეჭდი ლოდზე დარჩა. ამ შემთხვევის გამო ადგილი ეწოდა თითის მონასტერი. ეს ლოდი, რომელზეც მაცხოვრის ხელის ანაბეჭდია, დღემდე არსებობს და ერთ-ერთ ბრიტანულ მუზეუმშია დაცული. იქ გადაიტანეს ეგვიპტეზე ბრიტანული ოკუპაციის დროს. მონასტრის უძველესი ეკლესია კლდეშია გამოკვეთილი. ამ ადგილს მე-4 საუკუნეში ეწვია დედოფალი ელენე, იმპერატორ კონსტანტინეს დედა, და ბრძანა ეკლესიის გამოკვეთა მთის კლდეში ღვთისმშობლის სახელზე. ეკლესიაში დგას ქვის სვეტი, რომლის შიგნითაც ქვით მოჩუქურთმებული ნათლისღების ავზია. ღვთისმშობლის მონასტერი თორის მთაზე ითვლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილად წმინდა ოჯახის მოგზაურობის გზაზე ეგვიპტეში. სტანცია მე-18. ელაშმუნეი მელავის მახლობლად მას შემდეგ, რაც წმინდა ოჯახმა აკურთხა თორის მთა, ისინი ნილოსზე გადავიდნენ დასავლეთ ნაპირზე და გაემართნენ აშმუნეინის მხარეს. აშმუნეინი ეგვიპტის უძველეს ქალაქთაგანია და ცნობილია ყველა ეპოქის არქეოლოგიური ძეგლებით. იგი მდიდარია მონასტრებით, ეკლესიებით, მოწამეებითა და წმინდანებით. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეპისკოპოსი იყო ანბასავირუს იბნ ალ-მუკაფა მე-10 საუკუნეში. სწორედ მის ეპისკოპოსობაში მოხდა მის მთის გადატანის სასწაული კაიროში. ის არის ასევე ის პირი, ვინც შეაგროვა ქებათა სიტყვები და ბიოგრაფიები კოპტური ეკლესიის პატრიარქებისა წმინდა მარკოზის კოპტური ეკლესიის დამფუძნებლის დროიდან მე-10 საუკუნის პატრიარქებამდე. სტანცია მე-19. მირწმინდა ოჯახი გაემგზავრა მირში, სოფელში, რომელიც დღემდე ამავე სახელით იწოდება. იგი დაახლოებით 7 კილომეტრით დასავლეთით მდებარეობს ელ-კურსიიდან. მირის მცხოვრებლებმა დიდი პატივით მიიღეს წმინდა ოჯახი მათ შორის ყოფნისას. ამის გამო უფალმა იესომ და ყოვლად წმინდა ღვთისმშობელმა აკურთხეს ისინი. ამ კურთხევას სოფელი დღემდე ატარებს და ის ხალხში ანდაზად ქცეულა.
სტანცია მე-20, კუსკამის მთას, სადაც ახლა მდებარეობს დეირ-ელ-მუფრაკის მონასტერი, მირიდან წმინდა ოჯახი გაემგზავრა კუსკამის მთისკენ. ეს იყო მთიანი რეგიონი, სადაც უხვად იზრდებოდა ალფა, ერთგვარი მცენარეული ბალახი, რომელსაც წვავდნენ და მარხავდნენ ადგილზე. ამიტომ ეწოდა ამ ადგილს კუსკამ, რაც ნიშნავს ალფას დასაფლავებელი ადგილი. დღეს აქ მდებარეობს ღვთისმშობლის მონასტერი დეირ-ელ-მუფრაკი. ეს წმინდა ოჯახის მოგზაურობის ყველაზე მნიშვნელოვანი და უკანასკნელი სადგურია, სადაც ისინი 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩნენ. ამ ადგილას მოევლინა ანგელოზი წმინდა იოსებს და უთხრა: „ადექი აიყვანე ღრმა და დედამისი და წადი ისრაელის ქვეყანაში, რადგან გარდაიცვალნენ ისინი, ვინც ყრმის სიცოცხლეს ეძებდნენ“. მათეორი 20. დეირ-ელ-მუფრაკის მონასტერში მდებარე ღვთისმშობლის უძველესი ეკლესია ის სახლია, სადაც წმინდა ოჯახი მთელი ეს ხანი ცხოვრობდა. ეს იყო უბრალო სოფლის სახლი. ამ ეკლესიის საკურთხეველი გაკეთებულია იმავე ქვისგან, რომელზეც იესო ბავშვობაში ითვინა მთელი ამ ხნის განმავლობაში. როდესაც ეკლესია აიგო, ეს ქვა გახდა საკურთხევლის ცენტრალური ნაწილი, ზვარაკის ქვედა თხელი ქვა და იგი დღემდე უცვლელად დაცულია. ამ საკურთხევლის შესახებ წინასწარმეტყველება წარმოთქვა ესაია წინასწარმეტყველმა დაახლოებით შობამდე 700 წლით ადრე. იქნება საკურთხეველი უფლისა ეგვიპტის მიწის შუაგულში, ესაია 19:19. ეს წინასწარმეტყველება სრულად ახდა, რადგან დეირ-ელ-მუფრაკი მდებარეობს ზუსტად ეგვიპტის გეოგრაფიულ ცენტრში, ხოლო ეგვიპტე მსოფლიოს სიმბოლურ გულში. ასე ვრცელდება ამ საკურთხევლის კურთხევა მთელ ქვეყანაზე. ეკლესია აშენდა საუკუნის მიწურულს და მიცვალების შემდეგ უფალი იესო ქრისტე მოციქულებთან ერთად მოვიდა ზეციდან და საკუთარი წმინდა ხელით აკურთხა ეს საკურთხეველი. როცა ერთ-ერთმა პატრიარქმა მისი თავიდან კურთხევა მოისურვა, ღვთისმშობელმა მას გამოეცხადა და უთხრა, რომ უფალმა თავად აკურთხა იგი და არ სჭირდებოდა მეორედ კურთხევა. ამის შემდეგ პატრიარქმა თავი შეიკავა ხელახალი კურთხევისგან. კოპტური ეკლესია აღნიშნავს ამ საკურთხევლის იესო ქრისტეს ხელით კურთხევის დღეს ჰატორის 6 რიცხვში, რაც შეესაბამება 15 ნოემბერს კოპტური სენექსარის მიხედვით. სტანცია 21. ღვთისმშობლის მონასტერი ასუთის მთაზე. როდესაც წმინდა ოჯახმა გაიგო, რომ დრო იყო დაბრუნებულიყვნენ თავიანთ მშობლიურ მხარეში, ისინი გაემგზავრნენ კუსკამის მთიდან სამხრეთის მიმართულებით ასუთის მთისკენ. ეს სავარაუდოდ ახლოს იყო ნილოსთან, იმ ადგილთან, სადაც განლაგებული იყო ნავსადგური და ნავის საჩერებელი, საიდანაც გემები ნილოზე ჩრდილოეთით და სამხრეთით მიმოდიოდნენ. ასუთის მთაზე წმინდა ოჯახი რამდენიმე დღე გაატარა მაღლა მთის წვერზე მდებარე ერთ დიდ მღვიმეში, სადაც ელოდებოდნენ შესაძლებლობას ჩასხდომოდნენ გემზე, რომელიც ჩრდილოეთ ეგვიპტეში მიემგზავრებოდა. მღვიმეს, სადაც ისინი იყვნენ, დიდი და სარწეველია, შუაში კი მდებარეობს ეკლესია. ასუთის მთა დაახლოებით 8 კილომეტრით დაშორებულია ასუთის ქალაქიდან. ეს ადგილი ფარაონების ეპოქიდან არის, ისინი ამ მთა ქვისგან ათავისუფლებდნენ და იყენებდნენ ტაძრების აშენებისთვის, ხოლო მღვიმეში იკავებდნენ თავშესაფარს ნილოს ადიდების დროს. ეს ყოველივე აღსრულდა წინასწარმეტყველ ჰოსეას სიტყვის მიხედვით. ეგვიპტიდან გამოვიძახეთ ჩემი შვილი, ჰოსეა 11:1. წმინდა ოჯახი მოგვირგვარებს კურთხევით, იყოს ეს კურთხევა ჩვენთან. ამინ.